გოგოებო, შეწყვიტეთ თქვენი თბილისასმელების დალევა და წავიდეთ, ვიხტუნაოთ. თან გარეთ ამინდით ცოტა ცუდია. ესე იგი, ჩირლიდერობის ვარჯიში არ გვექნება დღეს? მწვრთნელები შეგვჭამს. ხო, მაგრამ ცივა. ხო, და ჩვენ არ გვინდა რომ გავცივდეთ. გოგოებო, მაინტერესებს თქვენი ცხელი ლატეს დალევის შემდეგ როგორ იხტუნავებთ? შეჩერდით. დიანა, იმიტომ ვსვათ, რომ გარეთ ცივა. ცივი ლიმონათების სეზონი აღარ არის. აუ, მარწყვის მოჰიტო. გოგოებო, გაჩერდით, ტყუილად უწუნებთ, წამოდით და ვიხტუნაოთ. იმედი მაქვს მწვრთნელიები არ გვეყვირებს. ის ერთი კარბონარა მინდა და ბევრი ყველი გავუკეთე. დღეს არაფერი არ მიჭამნი. მე ცხელი შოკოლადი მინდა, დღეს ამინდი კარგი არ არის. მეგობრებო, შეგვეთებს ახალვე გავაკეთებ. თქვენი ცხელი შოკოლადი? პიცა მომისმენი არ გინდათ რომ აქაურობა გადაყუროთ, ძალიან ცხელა. ან საბნევი მაინც მოგვეცი, რამე? დღეს წვიმდა, მაგრამ მაინც ზაფხულია. რა ზაფხული? ერთი ცხელი ჩაი მინდა ლიმონით და მალე თუ შეიძლება. რაღაც უცნაურია რომ ასე ძალიან ვემზადებით. ხო, ჩვენ ამ ფეხბურთელებს ვუჩვენებთ რომ ყველაზე მაგრები ვართ. მეშინია, მე ბრძოლა არ ვიცი. არ ვიბრძოლებთ, სიტყვებით გავანადგურებთ, ვერ ხვდები? დამთავრდება მაგით. სად არიან? იქნებ არ მოდიან, იმიტომ რომ შეეშინდათ. თუ არ მოვლენ, დაამტკიცებენ რომ სუსტები არიან. არა, მოვიდნენ, ჩვენთან საუბარი უნდათ. აბა ბაყაყებო, გინდათ რომ გაგვიმკლავდეთ? გინდათ რომ დაამტკიცოთ რომ ყველაზე მაგრები ხართ? აბა მიდით. იმედი მაქვს მასწავლებელი მაიკი აქვე არ არის. არა, მწვრთნელებისთან ერთად აქ ლანჩი. მომისმინეთ თქვენი ყვირალა გოჭებო, ჩვენზე ტყუილებს რატო ავრცელებთ? იქნებ დიდები ვისაუბროთ. მოდით გოგოებო, ფეხბურთელები ვართ, ბევრი რაღაც გვინახავს. აბა ბაყაყებო, დავიწყოთ. არ გეგონათ რომ დაბლები ვართ და სუსტები. ნახე ფეხბურთელები როგორი მამაცები არიან. მაგრამ როდესაც მოვალთ თქვენამდე, ყვირილი არ დაიწყოთ. მასწავლებელო მაიკ დაგვეხმარეთ. ვინ ჭორაობს ჩვენზე? გვითხრით, ვინ? თქვენ საერთოდ ვის ადარდებთ? თქვენზე არ ვსაუბრობდით. ჩვენს საკუთარ რაღაცებზე ვლაპარაკობდით, ურთიერთობებზე, შეყვარებულებზე. ხო, უკვე შეყვარებულები ყავს. მათ უკვე შეყვარებულები ყავთ? დამღალეს. კარგი, იქნებ დავიწყოთ. მე ვერ ვჩხუბობ. კარგი, შენ გვერდზე დადექი. აბა დავიწყოთ. მოდი, აბა, მოდი დავიწყოთ. მადლობა აის. მოიცა, იქ რა ხდება? ჩხუბია. ჩხუბი? წამო, ნახოთ. ვახ, გოგოები ჩხუბობენ. ნამდვილი კოშმარია. იანა, მიდი გავაშველე. ტომას, მე რატომ დალურჯებული თვალი არ მინდა? მე ბაყაყებისკენ ვარ. ფეხბურთელები. არა, პატრიკ, ჩვენ მხარს ბაყაყებს კარგი. ვკართ. ბროვასტი, რამე უნდა გავაკეთოთ? ძალიან იჩხუბებენ. ჯული, გოგოები ჩხუბა ყოველთვის ძალიან მაგარია. ბროვასტი, მაგარი კი არა საცოდაობაა. ხო, და კარგი საყურებელია. კიდევ ერთხელ მოხვალთ და ინანებთ, გაიგე? ადექი, რას უყურებთ? აუ, არ მეგონა ასეთი ძლიერები თუ იყვნენ. არა, უბრალოდ თქვენ ხართ სუსტები, რატომ არ დამეხმარეთ? ვაიმე, ნახეთ რა უქნეს ბაყაყებს, რა მაგარია. Yes. ძლივს ვიღაცამ ადგილი აჩვენა. არა, ეს ცუდია, ჩხუბი არ შეიძლება. ასე მალე რატომ მორჩა? ბროვასტი, იმან ბლონდის ხელი კრა და მაგიტო. ხო და ქერას უკან უნდა დაერთხა. გამარჯობა, ხო, გიხვეწები, წამიყვანე აქედან. ფეხბურთელებმა კინაღა მცემეს. არა, მე არ დამიწყია, იმათმა დაიწყეს, მართლა. გოგოებო, უთხარით, რომ იმათმა დაიწყეს. ხო, იმათმა დაიწყეს, მართალია. მისმინე დიმა, მოდი. რა მოხდა? რა ხდება? შენმა შეყვარებულმა ბლონდის ხელი კრა. მას არ უნდა დაელაპარაკოთ. კარგი დედა, კარგი, მადლობა. და შენ დიმა, მომისმინე, შენ შეყვარებულს ლორენს უთხარ რომ არ მომეკაროს. არა, პირიქით, მასთან არ უნდა მიხვიდეთ ახლოს. ყველას მოგესალმებით. მოდით, თოკზე ვიხტუნაოთ. აი, პიცა, ცხელი ლატე გვინდა. გოგოებო, რა ცხელი ლატე? ვინ იხტუნავებს ამ თოკზე? ჩემთან არიან, წავედი. კარგი, დიდხანს არ იყო იცოდე. აუ, როგორ შეეძლო დიმასთან ყოფნა. გოგოებო, მალე, ლორენ, ფრთხილად. ჩემს გზაზე ნუდგა ხარ. ასეთი მომაცი რატომ ხარ? აი, პიცა, მეც მინდა ლატე. იცი რა მოხდა? ვერც წარმოიდგენთ ბანი.
რა მოხდა? ფეხბურთელებმა ქერას დაარტყეს. რა? ხო, ამიტომ არ მოგვეკაროთ, თორემ შემდეგი თქვენ იქნებით. პიცა, სერიოზულად? კი, ვინმემ დაინახა? ხო, დიარა, მე ვყვიროდი ამის წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ გადავწყვეტეთ არ ჩაურეულიყავით, რთული იყო. ამ სახლში არ შეიძლება ჩხუბები. ფეხბურთელებო, თავი ვინ გგონიათ? ვაყაყები არ ვართ, ჩვენ ბანი ვართ, ამიტომ ჩხუბი არ იქნება. და თქვენს ადგილას რომ ვიყო, ბოდიშს მოვიხდიდი. ხო, მეც ჩხუბის წინააღმდეგი ვარ. გოგოებო, ბოდიშს ველოდებით. წარმატებები. ცხელი შოკოლადი მინდა, მალე. ხო, ახლავე, გავიქცევი, რომ ცხელი შოკოლადი გაიგეთო. აი, არ გინდა კლიენტები არიან. ბავშვებო, მოდით ფეხბურთელების წინააღმდეგ ხმები შევაგროვოთ. ხმამაღლა ვილაპარაკობ, შენ უკანდგანან. შევაგროვოთ. ჩემი ხმა იქნება მაგათ წინააღმდეგ. არა, ისინი მაგრები არიან. რას ნიშნავს მაგრები არიან? გოგოებო, სირცხულია ეს ყველაფერი. რაიან, არ ვიცოდი ასეთი წესიერი თუ იყავი. ჯობია ბანი გააგდოთ. ბაჭიები მაღიზიანებენ. სწორ დროს ბანის გავაგდებთ. ეს ვარდისფერი ნასწია ნერვებს მიშლის. მოკლედ, მეგობრებო, უნდა ვივარჯიშოთ, თორე ძალიან სუსტები გახდით. გამარჯობა დიან. გამარჯობა ტიმურ. გამარჯობა დიან. გამარჯობა სმაილ. ბიჭებო, აქ ჩხუბი იყო. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელება ბაყყებს დაარტყეს. უბრალოდ ბლონდის. ისე გომბოშვებს ეს მართლა ჭირდებოდათ. არა, რომეო, ეს ნორმალური არ არის. კარგი დიან, ეს საკითხი მართლა არ გვაინტერესებს. მე შენთან მოგსაკეს ალაპარაკო. საინტერესოა, ნეტა, ტიმურ, შენ ხომ არ იცი რა? არ ვიცი, მაგრამ გირჩევ, რომ მას არ დაელაპარაკო. საინტერესოა, ტიმური ხასიათზე რატომ არ არის? ტიმურმა და სმაილმა იჩხუბეს. სმაილი ვერ ეგუება იმას, რომ მის ძმასთან ერთად ხარ. აიგრე ბოდიში, მაგრამ მეც ვერ ვეგუები ბევრ რაღაცას. გოგოებო, ვიხტუნავებთ? კი, წამოდით. მოდით ვივარჯიშოთ, თორე ძალიან ზარმაცები გახდით. სმაილ, ჩხუბი არ არის საჭირო. ის უბრალოდ ისევ გაბრაზებულია. სმაილ, დაწნარდი. არა, მოდი მე თვითონ დაგაწნარებ, თორე უკვე ზედმეტები მოგდის. არ დაგავსწრეს, რომ შენი უფრო სიცმის და ამ ჯგუფის კაპიტნის წინაშე დგახარ. კალათბურთელებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ახლა ბაჭიებს ველოდები, მალე ვარჯიში გვეწყება. არა, ახლა ვარჯიში ჩვენ გვაქვს, ალბათ რაღაც გეშლება. გოგოები ახლა არ ვარჯიშობენ, ლახტით ერთობიან. კარგი მასკოტ, მიდი, მალე დავტოვე. თორე სმაილი ისედაც არ არის კარგ ხასიათზე. არა, მე გაბრაზებული ვარ. აბა მაჩვენეთ, სანამ წასული ვიყავი, რას აკეთებდით? კარგი სმაილი, მაგრამ მე არ მიყვირო, შენი პრობლემები ჩემი ბრალი არ არის. ვინ თქვა, რომ მე რამე პრობლემა მაქვს? რომეო და ტიმურ, ისევ რატო დგახართ? მე რატო? სმაილ, დაწნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. რომეო, მიდი ივარჯიშე. ხედავ რა გააკეთე. მე საერთოდ რა შუაში ვარ. არ მესმის ჩემზე რატო ბრაზდები? იმიტომ რომ შენი ბრალია, შენ რო ახლა დიანასთან არ ყოფილიყავი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოდი ჩემ და დიანას ურთიერთობაზე ნუ ვილაპარაკებ. არა, ცუდია, მეტი უნდა ივარჯიშოთ, მეტი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, 10. მასკოტ, გამარჯობა. გამარჯობა მასკოტ. გოგოებო, არ შეგეძლოთ რომ გეთქვათ, რომ დღეს ვარჯიში არ ვქონდა. მასკოტ, ბოდიში, მაგრამ ამინდი ცუდი იყო, გადავწყვიტეთ, რომ თოქზე გვეხტუნავა. მწვრთნელებისაც არ ვთქვამს არაფერი. თან ძალიან ცივა დარბაზში. გოგოებო, უბრალოდ შემდეგში გამოფრთხილეთ, რომ ისევ ტყუილად არ გელოდოთ. ისე სმაილი შემოვიდა, ახლა ზის და ისევ გაბრაზებული და ნაწყენია. მასკოტ, იცი რა, ეს ჩემი პრობლემა აღარ არის. მგონია უბრალოდ იტყუება. არა, მე არ მგონია რომ იტყუება. ხო, არ იტყუება, უბრალოდ დიანა სმაილი ძალიან გაბრაზებულია, რომ მის ძმასთან ხარ. გოგოებო, კარგი გასაგებია. უბრალოდ სმაილი ასეთი გაბრაზებული მართლა რაზოს არ მინახავს. რომეოს და ტიმურს საერთოდ ყველაფერზე უყურის. და ისე ხვალ ვარჯიში გვექნება? კი, მასკოტ, ხვალ იქნება ვარჯიში და თუ ამინდიც კარგი იყო, გარეთაც ვივარჯიშებთ. და ბოდიში კიდევ ერთხელ რომ არ გვითქვამთ შენთვის. კარგი, ახლა ჩვენ ჯერია. კარგი, ჩვენ დავითვლით. მზად ხართ? არა, კი. კარგი, ვიწყებთ. 1, 2, 3. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. გოგოებო, უგეცად იხტუნავეთ, ცოტა უფრო ჩქარა. გოგოებო, გაიგეთ? უფრო ჩქარა, წავიდა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 მაიკ ჩაი გინდა? არა, უკვე ვჭამე საჭმელი და წვენიც დაულია. ისე არ გინდა დღეს რამე ფილმს უყუროთ. მაიკ, უნდა გაიგო რომ სკოლა კვირაზე ნაკლებში იწყება, დრო არ მაქვს. ები მესმის სკოლა და სამსახური, მაგრამ პირადი ცხოვრებაც არსებობს. ჩემი ბრალია რა. არა, ბლონდი, შენი brალი არ არის. კი, ჩემი ბრალია. მაიკ, მესმის, მაგრამ სკოლისთვის უნდა მოემზადო. ბაყაყები, რამეთ რა დაემართოთ, მაიკ? აუ, რა ვქნა? გოგოებო, რატომ ტირით? რა მოხდა? გოგოებო, ახლა რატომ ტირით? ყოველთვის ამდენ პრობლემას როგორ გქნით? მაიკ, დაწნარდი, ვერ ხედავ რომ რაღაც მოხდა, რაღაც პრობლემები აქვს. მასწავლებელო მაიკ, რატომ გუყვირით? ვერ ხედავთ რომ ცუდად ვართ? ბლონდი არის ცუდად. იმ ფეხბურთელებმა ხელი კრეს. ხო, ყველას თვალწინ კრეს ხელი. მაიკ, დაიჭირე, ბლონდი, ყველაფერი კარგადაა? ხომ არ გეტკინა რამე? არა, მაგრამ შურისძიება მინდა. ები, არ არის ამათი დაცვა საჭირო, ისინი მხოლოდ პრობლემებს ქმნიან. დიახ, მწვრთნელოები, ჩვენ მხოლოდ პრობლემებს ვიწვევთ, არ დაგვიცვათ. მაიკ, წადი სამზარეულოში რა მედალიე, არ ვიცი. გოგოებო, მომიყევით რა დაგემართათ. ფეხბურთელებმა დაგვიძახეს საჩხუბრად. არ გვინდოდა ჩხუბი, უბრალოდ მივედით. და შემდეგ უცბად დაგვიწყეს ჩხუბი. მაიკ, გესმის ფეხბურთელები რას აკეთებენ? გოგოებო, არ ნერვიულოთ, გავუმკლავდები და დღეს მათ მწვრთნელს დავურეკავ. დიახ, მწვრთნელო, დაურეკეთ. უნდა წავიდნენ აქედან. ხო, თან მათ შეყვარებულები ყავთ და ჩვენ არა. მთელი ზაფხულია მარტოს ხელები ვართ. მწვრთნელოები ძალიან კეთილი ხართ. თქვენც იმედზე ვართ. რა თქმა უნდა, გოგოებო, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. მწვრთნელოები, დედასავით ხართ. მოკლედ, კნოპა, ზომბილენდში უნდა გავფრინდეთ. მაგარია, მაგრამ თითქმის სკოლა იწყება ზაკად. იმისთვის მოვედით, რომ გვეკითხა, სკოლისთვის იყიდეთ ყველაფერი? არა, ვერ ვიყიდეთ, ყველა ზომის მაღაზია დაკეტილია. ხო, ჩვენი სკოლები არ მუშაობს. კარგი, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ყველაფერი, ჩანთები, ტანსაცმელები ასე შემდეგ. სია გააქვთ რა გინდათ? კი, გვაქვს, აი აქ არის. მადლობელი ვიქნებით თუ ყველაფერს იყიდით. ხო, სია საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთის მაიკების დაწერა დამოუწდა და დაამატეთ. კარგი, ვიყიდით და ფული? ზომბების ფული გამოდგება? არა, ჩვენ ნორმალურ მაღაზიაში უნდა ვიშოპინგოთ, ამიტომ დაივიწყეთ ზომბების სამყარო. ნორმალურ სკოლაში წახვალთ. ხო, ჩვენ სკოლაში, ჩერლიდერების სკოლაში. მეგობრებო, დამიჯერეთ, მართლა ძალიან მაგარი სკოლაა. ხო, ძალიან გაგიმართლათ, რომ მოხვდით ამ სკოლაში. ბანის დამსახურებით. კარგი, ტრაბახი არ გვინდა. ძლივ, ზებრას გუნდი შემიძლია გავაკეთო. არა მგონია ნორმალურ გოგოებს მოუნდეთ შენს გუნდში ყოფნა, ზომბი, მაინც. აბა ჩემი მეგობრები აღარ მყავს. ზალინა, გეყოფა შენ გუნდზე ლაპარაკი, ჯობია გომბეშვებს შევერთდი, ან ბაჭიებს. არა, კოსტია, ბოდიში, მაგრამ ზალინა ჩვენთან ვერ იქნება. ხო, რაღაც არ ჯდება ჩვენს კრიტერიუმებში. მე არ ვჯდები, ყველაზე კეთილი ვარ. ზალინა, მაგაზე არ დაგეთანხმებოდი. ვარდა. ზალინა, შენი შეყვარებული ამიტომაც არ ვარ. თავაზიანისგან ყველაზე შორს ხარ. კარგი, საკმარისია, ჩემ შეყვარებულს თავი დაანებეთ. ზალინა, ჩემთვის ყველაზე თავაზიანი ხარ. ჩემი პატარა კაქტუსი. კარგი, თქვენთვის ვიყიდით ყველაფერს, მაგრამ უნდა წახვიდეთ, რაღაც თმა მოიწესრიგოთ. ხო, და ტონალური უნდა იყიდოთ, რომ დაიფაროთ ეს კანი. ხო, იმიტომ რომ ნორმალურებთან ვერ იქნებით ასე. და ნორმალურები ჩვენ არ ვართ. ხო, ჩვენს ნორმალურები ვართ, უბრალოდ ცოტა განსხვავებულები. უბრალოდ ჩვენ სახეზე არაფერს არ ვიფარავთ, რადგან ბიჭები ვართ და არა გოგოები. კოსტია, ჩემს ძმებს არ დასინო. ხო, კარგი. იცით დღეს რა მოხდა? მოკლედ, ფეხბურთელებმა ბაყაყები დაამარცხეს. ვახ, ძლივ, სამართლიანობა მოიგო. ისე ფეხბურთელები ლამაზები არიან. ზაკად. არაფერი ვიხუმრე, უბრალოდ მაინტერესებდა თუ იეჯვიანებდი. ასე აღარასდროს გააკეთო. კარგი, ძალიან კარგი საუბარი გქონდა. ბროკოლის ვაფლები გავაკეთე დღეს, ხომ არ გინდათ? ხო, დარჩით ვახშამზე. არა, ბოდიში ზალინა, მაგრამ უნდა დავბრუნდეთ. დღეს მწვრთნელიები არ გვინახავს. ხო, და თან სანამ ჩაკეტავენ, უნდა მივიდეთ, თორემ აქ მოგვიწევს დაძინება. მე არ მედარდებს. მე კი. არა უშავს ზაკ, მალე ერთ სკოლაში ვივლით და ყოველდღე ვნახავთ ერთმანეთს. კარგი საყვარლებო, შეწყვიტეთ. ახლა უნდა წავიდეთ იმ სახლში. კარგად ზაკად. კარგად. კარგად. ძალიან ცუდია რომ ჩემი ვაფლები არ შეკარგეთ. ზალინა, ესენი ბროკოლის ვაფლებს არ ჭამენ. კარგი, შემდეგზე შოკოლადისას გავაკეთებ. რაღაც ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ. ხო, სკოლაში ვიქნებით, ჩვეულებრივი თინეიჯერები ვით და მე ჩემი შეყვარებული გახდება. მეგობრებო, ისე მე რო თქვენ ადგილას ვიყო, ცოტა კუნთებს გავიზდიდი, დივანზე ჭდობის მაგივრად. იქ ბევრი ჩხუბი გელოდებათ. კოსტა, რა ცოტა კუნთები, ყოველდღე ვარჯიშობ. ჩვენ როგორც კი სკოლაში მივყავთ, ყველაზე მაგრები ვიქნებით. ხო, ყველა გოგო ჩვენ გამოგვეკიდება.
კარგი ბიჭებო, თქვენ აქ იოცნებით და მე გავემზადები. მეგობრებო, თქვენთვის მარტივი არ იქნება. არა უშავს. ლორენს რაღაც დიდი დრო დასჭირდა. ხო, დიმასთან ერთად არის. გშურს? არა, მე ტიმური მომწონს. გოგოებო. ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? გოგოებო, მე და დიმამ ვაკოცეთ. დამთავრდა ვუყვარ ვარ. ყველაზე მაგარი ურთიერთობა გვაქვს. აუ, რაღაც მშურს. არაფერი არ არის შესაშური, ჩემი აზრით ზედმეტები მოსდის. არა, დიმა ნორმალურია. ფეხბურთელებო, უკვე აქ ხართ? თან ყველა ერთად. რა გააკეთეთ დღეს? გადაწყვიტეთ ჩხუბი? არიცით რომ ცუდია? კიდევ ერთი მაგარი გოგოები. მომისმინეთ, ასე ნუ გვესაუბრებით, თორემ შემდეგები თქვენ იქნებით. რა, გოგოებო, ჩვენს ოთახში ხართ? მე რა, ჩვენი ოთახიც არის. ეს სახლი ყველასთვის არის. ასე დაგველაპარაკებით და დიმას დავუძახებ. ვაუ, გასაოცარია. მომისმინეთ, შეიძლება ბაყაყების ცემეთ. არ გეშინიათ რომ პასუხს მოგთხოვთ მათ ნაცვლად? ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ახლა თქვენ ხართ არასწორები. ყველა ჩვენ რატომ გვერჩის? აბა ვისაუბროთ ლამაზო? ლამაზი დამიძახა. დავილაპარაკოთ. ალექსა უკან არ დაიხიო. ვისაუბროთ ბანი. თავი ვინ გონიათ? ვაუ, ამას შეხედეთ. აბა ალექსა დაწყნარდი? კი, დავწყნარდი. მომისმინეთ ფეხბურთელებო და ალექსა, ჩვენ ბაყაყები არ ვართ და არც ლუზერები არ ვართ. უფლებას არ მოგცემთ რომ ასე მოგვექცეთ. და არავის არ ადგენთ, ჩხუბები არ იქნება. ბანი გეუბნებათ. იქნებ მომშორდე, შეიძლება აუდგე? შეიძლება. ადექი ალექსა. მოდი წავიდეთ და ქვევით დავიძინოთ ამაღამ. ხო, ეს ფეხბურთელები რაღაც მეგონა რომ უფრო სტაბილურები იქნებოდნენ. კარგი ბავშვობა და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და დავიძინოთ. კარგად, წამოდით გამოვიცვალოთ და დავიძინოთ.